კვლავ იუჯის მოთამაშეები ბურთით. კარგი კომბინაცია. გრძელდება შეტევა დარტყმა და გადარჩა აქ. აცუ. შესრულებით და ამ ყველაფერს შედეგი მოაქვს გუნდისათვის და ახლა ეს საგოლე ეპიზოდი, რომელიც კინაღამ გოლით დასრულდა, სწორედ ამ აქტიურ პრესინგს მოხდა ნიკა კუპრავიშვილი აგვირგვინებდა ამ ერის და კარგად ითამაშა გიორგი გურეშიძემ, რომელმაც ბურთი აუჩი მოიგერია. ის მაგრამ ქუთაისელებმა შეძლეს გოლის გატანა და ძალიან სწრაფი პასუხი იუჯი2-ის მხრიდან ნიკა კუპრავიშვილი ახერხებს უძლიერესი დარტყმით გოლის გატანას. ეს გახლავთ მე-19 გოლი ნიკა კუპრავიშვილისთვის ამ სეზონში. საოცრად ძლიერი დარტყმა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა. გიორგი ხიდაშელმა მე-15 გოლი გაიტანა ქუთაისელთა რიგებიდან, ნიკა კუპრავიშვილმა კი მე-19. შორი და საფათო იყო, კუპრავიშვილი ასრულებდა კვლავ ამ დარტყმას. თამაში თუ მანამდე პირველი 14-15 წუთის განმავლობაში იუჯი ახერხებდა ამკვიდრებულიყო ფაქტობრივად ქუთაისელთა საჯარიმოს მისადგომებთან. ბოლო წუთებში ამ კუპრავიშვილი შორიდან ძლიერი დარტყმა. კუპრავიშვილმა დღევანდელ შეხვედრაში მე-19 გოლის გატანა შეძლო ამ სეზონში. გოლიანი სავარაუდოდ ეს შეხვედრა უკვე აღარ იქნება. აქ არის შანსი და 2-3 იუჯი2-მა მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში სხვაობა. ისევ და ისევ ნიკა კუპრავიშვილი გატანილი გოლის ავტორი 20 გოლს მოუყარა უკვე თავი ამ სეზონში იუჯი2-ის ერთ-ერთმა უმთავრესმა ლიდერმა. კიდევ ერთხელ განმეორებით საგოლე გადაცემა კი საბა დავითულიანმა შეასრულა. უკიდურესად იძაბება ვითარება დღევანდელ შეხვედრაში. ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. იუჯი2-მა გაზარდა წნეხი. ეს უპირატესობა საკმაოდ დიდია. თუმცა ანგარიში ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლით აისახა ამ ბოლო წუთებში, თორემ ისე 2 გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში იუჯი2-მა. ორივე შემთხვევაში ნიკა კუპრავიშვილია გატანილი გოლის ავტორი. რაც შეეხება ქუთაისელთა თულიანი, კუპრავიშვილი მიუახლოვდა საჯარიმოს, დაარტყა, გადაცემა გამოვიდა ძალიან მწვავე და აუტ. კარგი გადაცემა, ძელი გადაცემა. კუპრავიშვილი მიუახლოვდა საჯარიმოს, დაარტყა. სახიფათო იყო კუთხური. იუჯი2-ის მოთამაშეები, კუპრავიშვილი გაითავისუფლა თავი და არტყა ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ეპიზოდია აღსანიშნავი. ნიკა გურეშიძე ასრულებდა დარტყმას, აქ უკვე თოდრია. კარგი კომბინაცია, დარტყმა და იუჯი2-ის მოთამაშეებმა შემოატრიალეს თამაში 4-3. დაწინაურდნენ უკვე იუჯის მოთამაშეები. ნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით.
გატანილი გოლის ავტორი კი თორნიკე თოდრია გახლავთ. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი. კარგად გაითამაშეს კედელი უჯიორის მოთამაშეებმა და საბოლოოდ თოდრიამ შეძლო გატანა. 4-3 წუთი შესვენება და გავაგრძელოთ რეპორტაჟი.